Editorials ესაია სიტყვები დავიწყებთ. Why მათ რომელნი ბოროტს კეთილს უწოდებენ და კეთილს ბოროტს. ბნელს ნათლად ასაღებენ და ნათელს ბნელად. როდესაც ადამიანი საკუთარ გასაჭირს, სიდუხჭირეს, ტკივილსაც კი ვეღარ აფასებს, ვერ ბედავს კი არა, ვერ აფასებს. შეფასებაში საკუთარ გრძნობებსაც ვეღარ ენდობა. კრიზისი მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური ან პოლიტიკური ხასიათის აღარ არის. ეს უკვე გონებისა და სინდისის კრიზისია. ორშაბათს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ. ეს მოვლენა მხოლოდ საეკლესიო პროცედურა ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც ადამიანების ნაწილს უკვე იმდენად დააჯერეს პროპაგანდისტული ილუზია, რომ მზად არის თვალი დახუჭოს არა სხვის, არამედ საკუთარი ოჯახის ჩაგვრასა და გაჭირვებაზეც. როცა პენსიონერი გაძვირებულ წამალს აკანკალებული ხელით ყიდულობს და მაინც ამბობს, ყველაფერი კარგად არის. როცა მშობელი ხედავს, რომ შვილი, მისი შვილი ქვეყნიდან მიდის და მაინც იმეორებს ტელევიზორიდან გაგონილს, თავარია მშვიდობაა. როცა ოჯახი თავის თვის ბოლოს მესამედით გაზრდილ დენის გადასახადს, საწვავის ფას, სურსათის გაძვირებას, კრედიტის პროცენტის მატებას უყურებს და მაინც მადლობას უხდის იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ გაჭირვებას ქმნის, ეს პოლიტიკურ არჩევანზე მეტი რამაა. ეს კერპის წინაშე მორჩილებაა, კერპ თაყვანისმცემლობაა. პროპაგანდის მანქანა სწორედ ამას აკეთებს. ადამიანს ართმევს რეალობის შეგრძნებას და სანაცვლოდ აძლევს იაფ, მაგრამ საშიშ ნუგეშს. შენ ღარიბი ხარ, კიდევ უფრო გაგაღარიბებ, მაგრამ სამაგიეროდ მშვიდობაა. თითქოს მშვიდობა ნიშნავს გაჩუმებულ საზოგადოებას, დამცირებულ მოქალაქეს, ქვეყნიდან გაქცეულ ახალგაზრდობას და ციხეში გამოკეტილ მრავალშვილიან დედებსა და ჟურნალისტ ქალებს, უწამლოდ დარჩენილ ბავშვებს. მშვიდობა არ არის მდგომარეობა, სადაც მოქალაქეს სცემენ, ქალს ამცირებენ, ახალგაზრდას წამლავენ, ოჯახს საარსებო ფული აღარ რჩება, ქვეყანას კი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანზიტო რუკაზე თაობების უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მოპოვებული ადგილი ეკარგება. მშვიდობა არ არის შიში, რომელსაც ტელევიზორიდან ლოცვასავით გიმეორებენ და გამეორებინებენ. და სწორედ ამ დროს ეკლესიას, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ არასახელმწიფო ინსტიტუციას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. ახალი პატრიარქის არჩევა მხოლოდ იმის გადაწყვეტა არ არის, ვინ დაიკავებს წმინდა მცხეთის საყდარს. მთავარია იქნება თუ არა ეკლესიას სიმართლის ხმა იმ საზოგადოებაში, რომელსაც ტყუილს უკვე რწმენის ფორმით აწვდიან. ქრისტიანობა არ არის ძალაუფლების თაყვანისცემა. ქრისტიანობა არ არის მდიდრების კორუფციის გამართლება ღარიბების მორჩილებით. ქრისტიანობა არ არის მამონასთან გარიგება და შემდეგ ამ გარიგების მშვიდობად მონათვლა. ორშაბათს ეკლესიის წინაშე დადგება არჩევანი, დადგეს ერის სინდისის მხარეს, თუ იქცეს იმ სისტემის მორალურ დეკორაციად, რომელიც ხალხს საკუთარ გაჭირვებასაც კი არ აღიარებინებს. რადგან კერპ თაყვანისმცემლობა მხოლოდ ოქროს ხფოს წინაშე დაჩოქება არ არის. კერპ თაყვანისმცემლობა, როცა ტყუილს სიმართლეზე, შიშს თავისუფლებაზე და ხელისუფალს ღმერთზე მაღლა აყენებს.